რა არის მზის რუჯი და რატომ ვერ ხვდებიან ტრენდაყოლილი ადამიანები, რომ შეიძლება ამან კიბო გამოიწვიოს? მზის რუჯი ძალიან გავს წითელ ღვინოს და რატომ? ორივე შეიცავს რაღაც სარგებელს, მაგრამ მათგან მიღებული სუდი იმდან ბევრია, რომ სიკეთეებს პირდაპირ უგულებელყოფს. ულტრაისფერის სხივების ზემოქმედება განსაკუთრებით ამის აზიანებს კანის დნმ-ს, რაც ზრდის მელანომისა და კარცინომის რისკს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე არამელანომური და 132,000-ზე მეტი მელანომური კანის კიბოს შემთხვევა დაფიქსირებული. ულტრაისფერის სხივების ზემოქმედებისგან მიღებული რუჯი, რომელიც ხასიათდება მუქი შეფერილობით, თავისთავად გულისხმობს კანის დამწვრობას და ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება უსაფრთხო პროცესად. დიდხანს მზეზე ყოფნა იწვევს ნაოჭებს, ასაკობრივ ლაქებსა და კანის ელასტიურობის დაკარგვას, რადგან ულტრაისფერის სხივები ანადგურებს კოლაგენსა და ელასტინს. ბონუსად კი მზის ულტრაისფერის სხივებს აქვთ იმუნური სისტემის დამრტყმელი ეფექტი. მზის ჭარბმა ზემოქმედებამ შეიძლება გაართულოს თქვენი ორგანიზმისთვის ინფექციებთან და დაავადებებთან ბრძოლა. მოკლედ, თუ გინდა რომ მზისგან რაიმე სარგებელი მიიღო, მზეზე უნდა გაჩერდე მაქსიმუმ 10-30 წუთი და ეგეც იმ პირობებში, როდესაც ულტრაისფერი ინდექსი არ ცდება 3-ს. ამიტომ ჯობს რომ დავიკიდოთ ეს ტრენდი, რომ გაროჯულის სხეული უფრო ლამაზია. ან თუ ძალიან გინდა მუქი კანისფერი, მაშინ გაროჯვის რაიმე უფრო უსაფრთხო გზა იპოვე და არა ულტრაისფერის სხივები. თორე ერთ დღესაც შეიძლება ყველაფერი გვიანი იყოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზეს სარგებელი არ აქვს. ძალიან დიდი სარგებელი აქვს მზეს და თუ გინდა რომ ნახო რა სარგებელი აქვს, მაშინ დაელოდე ჩემს შემდეგ ვიდეოს, სადაც ამჯერად მზის სიკეთეებზე ვისაუბრებთ.